მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა, რატომ იქცევა ასე. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ შორის, იმიტომ რომ ეს კითხვა რაღაც ხშირად მოდის, რომ აი რატომ ასე მოიქცა, რატომ? აი ნახოთ ახლა სინამდვილეში, ახლა მაგას რა მოტივები აქვს, თქვათ, მასე რომ იქცევა, როგორც იქცევა, რას მოალავს ნახოთ, რატომ აკეთებს იმას, რაც აკეთებს და ასე შემდეგ. კითხვები გვაქვს მზად. მოდით ნახოთ ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს ანუ ვისთვის იქნება გაშლა თქვენ შორის რა ხდება. გავაკეთებ ახლა სიგნიფიკაციას, რომ იცოდეთ რომ თქვენი არის ეს გაშლა. ვისთვის იქნება ეს გაშლა. პირველ რიგში აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი აქ იცით როგორ მაჩვენებენ. აქ შეიძლება რაღაცა გაერკვა, სხვათა შორის. აი ნახეთ რატომ იქცევა ისე კი აი ზოგისთვის არის მე გეტყვით ახლა რა დაჟე ნახეთ როგორი სიგნიფიკაცია შეიძლება იყოს პირიქით თქვენ გინდათ გაიგოთ რაღაცა საიდუმლო იმიტომ რომ თქვენ აქ როგორ ხართ იცით აქ გამოდის ეგრევე რა თქმა უნდა ჩვენი კურუმი ახლა თქვენ უყოლა კურუმები ხართ აბა რომ იყურებთ ახლა აქ ხო ინტუიციით სავსე გოგო ინტუიცია კი გაქვთ მაგრამ ახლა ამ წუთში როგორ ხართ იცით შეიძლება აი ძალიან გაინტერესებთ რომ ბოლოს და ბოლოს ესე იგი აი როდემდე უნდა ვიყო ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში მინდა რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გავიგო მინდა ბოლოს და ბოლოს არანაირი საიდუმლო არ იყოს ჩვენ შორის ხო აი ნამდვილად კითხვები გაქვს ძალიან ბევრი აი ძალიან ბევრი კითხვები და ძალიან ბევრი რაღაც გაინტერესებთ გინდათ რომ გაარკვიეთ სიტუაცია იმიტომ რომ შეიძლება ნახეთ როგორი სიტუაცია თქვენ ხარ თვითონ ესეთი პიროვნება, რომელიც დაუშვათ ახლა არ იცით ხოლმე ჩაძიება, თქვა, აი რატომ ასე გააკეთე, აი რას ფიქრობ, აი რატო ასე თქვა, ასე მოიქეცი, ხო? ანუ სულ ცდილობ თქვენ თვითონ რომ გაარკვიოთ უფრო შეიძლება ზოგიერთში აი გაშლების მეშვეობით სიტყვაზე, რომ ცდილობთ რომ გაიგოთ ადამიანის ძრახვები, ადამიანის ფიქრები, ადამიანის საქციელი, აი რას აკეთებს, ხო? მაინტერესებს, მაგრამ აი პირდაპირ ვერ ეკითხებით. შეიძლება იყო რაღაცა ისეთი გამოგიგზავნეთ ისეთი მესეჯი რომ ვერ ხვდებით ვაფშე საერთოდ რა ხდება ან დიდი ხანი საერთოდ არაფერს არ გწერთ ან დაუშვოთ ახლა მოგწერს მე დაიკარგება ხო და თქვენ სულ აი ესეთ რაღაც ვარაუდში ხართ რომ აი ვერ გავიგე რა ხო აი სულ ესე სულ მოლოდინში ხართ სულ ელოდებით როდის მომწერს როდის მეტყვის როდის დამელაპარაკება როდის აი რაღაც მზესავით ელოდებით რომ აი როდის გამოანათებს ეს იმისათვის რომ მე გავიგო ვაფშე რა ხდება ანუ ძალიან ბევრი კითხვები გიჩნდება და აი თქვენი პენტაკლების მეფე ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ იმაზე მეტი ვიდრე პასუხები ხო ნუ ჩვენ გავიგოთ პასუხები, ჩვენ ვიცით რომ ტარო ჩვენ დაგვეხმარება, ნამდვილად გვეტყვის ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? კითხვები ჩვენ კიდე მზად გვაქვს. Так, მოიცადეთ ეს ყურუმი აქეთ მოვიდეს. Так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. მოამზადეთ მანამდე ყავა. იფიქროთ თქვენს ამ პენტაკლების მეფეზე. ხო, ნიშნულოვანი პიროვნება, ზოგისთვის შეიძლება ქმარი იყოს, ზოგისთვის თქვა შეიძლება ერთად ცხოვრობ თქვენ მასთან. არა, სხვათა შორის მაგარი მანიპულატორი. ზის ჩუმად ახლა არის. აქ იცით როგორი მომენტი არის გეტყვით ამის სიგნიფიკაციას კიდე. აქ შეიძლება ადამიანის იყოს რამდენიმე სიგნიფიკაცია წავა, რომ თქვენ რო გაიგოთ. პიროვნება რომელიც არის თქვენზე შეიძლება ახალგაზრდა იყოს, ან გამოიყურება ახალგაზრდა, შეიძლება სპორტული ხო, სპორტული ის კონდეს, რა ქვია, აღნაგება რაღაცა ისეთი, მაგრამ არის ადამიანი ძალიან ჩაკეტილი სხვათა შორის და აი კარგი მანიპულატორიც არის, რომ შეიძლება ზოგისთვის ახლა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ქმარიც იყოს რა, მაგრამ როგორი ადამიანი იცით, აი ძალიან ხასიათა ბიჭი არის რა, მაგისგან რამეს ვერ გაიგებს შენ, აი შეიძლება даже ზოგი თქვენთაგანი даже არ იცით ახლა უყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვაფშე რას ფიქრობ სიყვარულზე საერთოდ რა. აი რაღაც ესეთი უცნაური ადამიანი შეიძლება კი და აი მართლა სულ ძალიან ბევრი კითხვები გაქვს, იმიტომ რომ ამ ადამიანისგან ვერაფერს ვერ გაიგებ რა. აი თქვათ შეიძლება
აი ზოგისთვის даже ვეტყოდი რომ აი вообще არც უთქვია თქვენთვის მიყვარხარ რა ზოგისთვის ეგაც იქნება და თუ უთქვია თქვენთვის მაინც თქვენ ისე იქცევა ზოგჯერ ეს ადამიანი ანუ როგორ არის როცა გრძნობ რომ აი ჩემია ეს ადამიანი დაუშვოთ ხო აი ვიცი რომ თქვათ ეხლა ვუყვარ ვარ კიდევაც ვიცი просто მე ვიცი მაგრამ აი ის ზოგჯერ ისე მოიქცევა რომ შეიძლება თქვენ ეხლა ну რა ქვია აი იტყვით რომ ღმერთო ჩემო, ნუ ესეთ საქციელე გაქვს რომ ვეღარ გავიგე რა, აი სინამდვილეში და ამიტომ გაქვს ბევრი კითხვები რა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. ანუ მისი ნამდვილი მოტივები ვნახოთ ჩვენ. საერთოდ აი რა არის აი შეიძლება ქვეცნობიერად, ნუ აცნობიერებს, ვერაცნობიერებს, აი როგორ იქცევა ხო, აი მაგის ქცევები. გრძნობები ახლა ვნახოთ, აქვს თუ არა მაგას გრძნობა თქვენთან თუ სხვა რამე შეიძლება პატივისცემა დავუშვოთ. რას მალავს? ანუ ჩვენ გავარკვიოთ ახლა მისი ფიქრები, მაგის შიშები შეიძლება ქონდეს, ხო? რასაც არაჩვენებს ეს ადამიანი. რატომ? ანუ ზუსტად მასე იქცევა ახლა, ანუ როგორც იქცევა. შემდეგი, გითხოთ ახლა ჩვენ მისი შიშები თქვენს ურთიერთობაში. და აქვს თუ არა მაგას საერთოდ რამე სერიოზული ასე რომ თქვა ძრახვები რა. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ნახოთ, მისი ქმედება რამე იქნება, რას უნდა ელოდოთ მისგან და ნუ რა ვიღოთ ჩვენ რჩევა თქვენთვის. всё. ну ხო, აქ ახლა იცით რა არის? აქ ახლა ურთიერთობა არის რაღაცა განვითარების პროცესში. და ну კი, თვითონ ეს ბიჭი სხვათა შორის ეს ბიჭი ახლა ძალიან მაგარ ტრანსფორმაციაში იმყოფება. აქ არჩევანი უნდა გააკეთოს მაგან რაღაცა გულით. მაგრამ ну კაი პერსპექტივა გემანახეს და ჩვენ კი ვნახოთ ახლა რა პერსპექტივები არის აქ, ხო? და გამდენი დასტები მიდევს აქ. მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ. და ეს სიგნიფიკაცია ცოტა აქეთ. დავდო. ანუ პირველი კითხვა ჩვენი იყო მისი ანუ ნამდვილი მოტივები, ხო? ვნახოთ ახლა. რა სინამდვილე შემოძრავებს მისი მისი так, მოიცადე ეს როგორ გვეუბნებით ახლა ჩვენ. აი გეტყვით ახლა სიტუაცია ახლა თქვენი რა თქმა უნდა დაიჭირეთ, იმიტომ რომ თქვენი სიტუაციები გაქვთ ხო, რატომ აი რაღაცები ხო იყო ეს პრედისტორია, რაღაცა ხო იყო წინათ რაღაცა, მაგრამ აქ შეხედეთ ადამიანს აქ ძალიან დიდი გულის ტკენა. და აი საერთოდ როგორ არის, იცით, როცა არის გულის ადამიანს, როცა აქვს გულის ტკენა რამეზე, ხო, ის მე ისე იქცევა, რომ თქვა, უნდა რომ აი სხვასაც ეთკენოს რა, ანუ არის ზოგჯერ ეგეთი სიტუაცია რა. იმიტომ გეუბნებით, რომ ჩვენ ახლა დახმარება, თქვა, ან რაღაც აი სულ იმიტომ გიბიძგებს ხოლმე, რომ აი კაი განწყობა გქონდეთ, აი თქვენი თავი გიყვარდა და ასე შემდეგ, იმიტომ როცა შენ კარგი განწყობა გაქვს, მე შენ უკვე ასხივებ იმ ბედნიერებას და სხვასთანაც მიდიხარ ბედნიერი ძრახვებით. როცა შენ თვითონ გული გტკივა რაღაცაზე, ვერ აკეთებ შენ იმას, რაც შენ გინდა რომ გააკეთო, ხო? აქ სამიანი ხმალების, მაგასაც გვაჩვენებს რა, რომ შეიძლება ადამიანი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდეს ისე, რომ თქვათ ახლა როგორც მას სურს, რომ გამოვიდეს და მე აქედან გამომდინარე მას გულის ტკივა. და ხდება ძალიან სուთ ხასიათზე. კიდე სამიანი ხმალების აქ შეიძლება რამე ფაქტორები არის ესეთი, ჩვენ ახლა აქ არ განიხილება, რომ თქვათ მარტო ოჯახია ან ვიღაცა მესამე პირი, ეს მესამე პირი შეიძლება დედა იყოს, შეიძლება შვილი იყოს, შეიძლება მესამე ფაქტორი შეიძლება სამსახური იყოს, 1000 რამე შეიძლება იყოს, გამიგე და ამიტომ აქ სინამდვილეში ზუსტად ეს ადამიანი შეიძლება даже ვერც აცნობიერებს რას აკეთებს რა ზოგჯერ, მაგრამ აი თვითონ რო გულის ტკენა რო აქვს, აი ვერ რანაირად უნდა გამოასხივოს რამე კაია, კიდე რას ნიშნავს? კი, აი რაც აგიხსენით, ნახეთ 10-იანი ხმალების იდება 3-იანი ხმა. ანუ ეს როგორი მომენტი იცით?
სხვათა შორის ცუდი არ არის, იმიტომ რომ 10-იანი ხმალებს ნახეთ 3-იანი და 10-იანი მაჩვენეს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს იმდენად აი დაუშვოთ თქვენ გინდათ რომ თქვათ რაღაცა სიტუაცია თქვენ შორის შეიცვალოს, თქვათ ეს მესამე ფაქტორი ან მესამე პირი თქვათ, ანუ რაც არის, რომ გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ახლა ორმა უკვე თქვათ განვითაროთ ურთიერთობა. მაგრამ არ ხდება, ხო? მაგრამ ეხლა ნახეთ, ყველაფერი ჩვენზე ადამიანებზე რო იყოს დამოკიდებული, შეიძლება კარგიც არ იყოს. არსებობენ კიდე მაღალი ძალები, არსებობენ კიდე ბევრი რაღაცები, რაც ჩვენზე მოქმედებს და ამიტომ აქ ეხლა უკვე როცა ადამიანი ეწინააღმდეგება რაღაცა მომენტებს, იმიტომ რომ აი იმის გამო, ამის გამო რა ეს 1000 რაღაცებს რომ მოიგონებს, მე უკვე ირთობა ძალები, რომელიც ისეთ დღეში შეგაგდებენ შენ, რომ გინდა არ გინდა შენ მაინც მოგიწევს გამოსვლა ამ მდგომარეობიდან რა და მაგრამ იმისთვის რომ შენ რამე ნაბიჯი გააკეთო ეს ხათშეს უფრო მეტად კაცებს უფრო სჭირს ვიდრე ქალებს რა აი ის დღეში ჩააგდებენ რომ აი გინდა არ გინდა უკვე აი შენ როცა დაუშვოთ ახლა ადამიანი რო იძირება წყალში აი როცა უკვე სუნთქვა არ შეგიძლია უკვე აი ყველაფერზე ლამის ცურვა ისწავლე ხო იქვე რა ანუ აი ეგეთ რაღაცას რა მინდა რომ გაიგო თქვენ რომ აი ჩაწვდეთ იქამდე რომ აი რასაც გიხსნით რას ნიშნავს შეიძლება ეს მისი ნამდვილი მოტივები რა არის ხო ხვდებით რა მე მტკივა მინდა გატკინო აი ეგეთი რაღაცა კარგით მოდით ნახოთ ახლა მისი გრძნობები ეხლა შენს მიმართ რა არის ეხლა აქვს თუ ეს სხვა რამე არის აქ არის როგორ იცით რას მაჩვენებს გრძნობა კი არა აქ ადამიანი აი თქვენზე სუფიქრობს სულ თან როგორ არის აი აქ შემიძლია გითხრა აი არა აქვს მნიშვნელობა რითი არის ადამიანი დაკავებული აი საერთოდ ახლა მე ვიკითხები გრძნობაზე მაგრამ ეს ადამიანი მეუბნება რომ ანუ ეს გრძნობა თან აქ ოთხშორის მაინც გვერდხებია და ამიტომ შეიძლება იყოს კიდე როგორი გრძნობა იცით აი სექსუალური თემაც არის აქ ახლა არ გამოვრიცხავ მაგრამ ნახეთ აქ ახლა აი ანახა და ჩაქრა ნახეთ რა დღეში აქ ანუ სულ ფიქრი ამ გრძნობაზე ფიქრი აქ შეგვიძლია ჩვენ ახლა ამ ორაკულში ესეც დავინახოთ რომ მძინავს თუ მუშაობ თუ რას ვაკეთებ ანუ თქვენ ხართ სულ მის სივრცეში არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ეს ადამიანი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რასაც არ უნდა აკეთებს აი ასე დაფრენავს ფიქრებიც და გრძნობებიც კიდე უფრო მითხარით გრძნობაზე აქ რა არის აქ არის საშინელი მიჯაჭვულობა საშინელი და რაც მთავარი ეს არის იმენა სულ ადამიანს აი არ აქვს მოსვენება დამიჯერეთ რომ არ ეფიქროს თქვენზე აი არ აქვს პროსტა მოსვენება არანაირი და იმიტომ ზოგჯერ ნახეთ ეგოისტურად იქცევა შეიძლება რომ აი რომ ხდება რომ თქვა თუ სიშორი გაქვს თუ მანძილი გაქვთ მით უმეტეს ხო აი როცა თქვა ადამიანი ვერ აკეთებს იმას რაც მე მინდა გავაკეთო მით უმეტეს მამაკაცები მე ხო გეუბნებით აი ეს მაგარში ერთობა ეს ენერგია რომ აი ნუ ახლა შეიძლება აქ ცოტა ესეთი პიროვნებაც იყოს ეს ხო აქ მოლოდინია ნახეთ ესე რა ქვია რომ ცდილობს აი ბრაზდება შეიძლება რაღაც ბრაზი შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს და ამიტომ ეს მოქმედებს პლუს კიდე ნახეთ ახლა როცა ადამიანი აი ამ ენერგიებში როცა არის ახლა ნუ ვერ ვიშორებ თავიდან შეიძლება გაბრაზებულიც იყოს აქ ახლა არ გამოვრიცხავ რა თან სექსუალური ენერგია ნუ გრძნობა უყვარხართ აქ ძალიან უყვარხართ და ანუ ეს არის როგორ იცით აი ესეთი მიქსი არის რა თან ვბრაზდები თან იმიტომ რომ ნუ როგორია ხა ქალები ჩვენ ვართ ეგრე რა სულ შეგვიძლია 24-7-ზე ვიფიქროთ და ჩვენთვის ეს არის ნორმალურია მაგრამ კაცისთვის ახლა როცა კაცები სხვა რამეზე კონცენტრირდებიან უფრო ქმედებაზე უფრო სავისაქმიანებაზე უფრო სხვა რაღაცა მაგათთვის ეს არის ძალიან მძიმე თემა როცა სულ უწევს შენზე ფიქრი რა ეს ამათთვის არის საშინელება გეუბნებით და მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ შვება ცდილობს მაქსიმალურად დაბალანსებას მაგრამ მაგასაც ვერ შვება აი სულ ასე უტრიოლებსა და მაგრამ აქ არის გრძნობა თან საკმაოდ ისეთი რომ აი რა გითხრათ რა ნუ ძლიერი ვნახოთ ახლა რას მალავს ახლა თავისი დაუშვოთ ახლა აზრების შიშები თქვა ან სიმართლეს რას ახლა სიყვარულის მალავს, განაკეთ სიყვარულის მალავს. აი მას მალავს, რომ თქვენ უყვარხართ, თქვენ ხართ მისი გულის სიმღერა.
და რატომ ალავ ამას რა მაინტერესებს რატომ ალავ ნუ იმიტომ რომ იძირება იმიტომ რომ რა არის აი კიდე სამიანი გეუბნებით რა რას მალავ ეს ნახეთ გეუბნებით რომ ვერ აი იგივე რა სამიანი არის აქ ხმალების სამიანი ხმალების ანუ ეს ადამიანი მაქსიმალურად რომ არ ჩავიძირო რომ არ თან შეიძლება როგორ არის აი რაღაც ისეთი მაზოხისტებით არის რა ანუ არანაირად არ გეუბნება თქვენ ნამდვილად აი იმ თავის სიყვარულით რომ ისი რამდენზე უყვარ ხართ იმიტომ რომ პაჟე საერთოდ ეხლა თასების ეს არის სუფთა სიყვარული გამიგეთ სუფთა როცა ნამდვილად აქ არაფერი არ ურევია მაგრამ აი ბრაზდება იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აკეთებს ამ სიყვარულის გულისთვის ნუ აქ თავიდანვე გვაჩვენეს რომ არის რაღაცა მომენტები არის რაღაცა დაბრკოლებები რასაც ამ ადამიანს აკეთებინებს შეიძლება ნუ არასასიამოვნო ისიც ქცევებს მაგრამ ეს უბრალოდ არის აქ როგორც გითხარით ეგო რა კაცი ხო არ გაჩვენებს რომ მე არ შემიძლია კაც ყველაფერი შეუძლია ხო და იმიტომ რომ ჩვენც ხო ეგრევე ვეტყვით ახლა რომ შენ ახლა თუ ამას არ აკეთებ ასე იგი არ გიყვარვარ თუ ამას არ აკეთებ ესე იგი შენ არ გინდა ჩემთან შენ თუ ამას არ აკეთებ ესე იგი შენ მე ჩემთვის ვაფშე არაფერი არა ვარ მე და ასე შემდეგ ხო ვეუბნებით და არის რაღაცა მომენტები და ფაქტორები რაც მართლა შეიძლება ნუ ასეთი არჩევანი სიტყვაზე გააკეთე ან ვერ აკეთებს ნუ არის ადამიანი რობოტი ხო არ არის მაგრამ რო ვერ აკეთებს ამაზე ბრაზდება ამაზე ჭკუა ეკეთება და მე ხდება ცივი და ასე ყინულივი ცივი ხდება გამიგეთ და ესეც ხო გაღიზიანებს თავისთავად და ამიტომ გაქვთ თქვენ აი ეგეთი რაღაც მომენტები რა და ახლა შემიძლია გითხრათ ეს რო იცოდეთ თქვენ ამ ადამიანმა ეს ადამიანი ფიქრობს მხოლოდ თავის სიყვარულზე ყველა ეს მარტო არის აქ არ არის აქ არის ადამიანი რომელსაც შეიძლება გქონდეს ვალდებულება უფრო გეტყვით მე თქვენ თუ თქვენი ქმარი არ არის ეს ადამიანი ესე იგი მაგას შეიძლება ყავდეს ვთქვათ მშობლიური ოჯახი სიტყვაზე ან ოჯახი რომელსაც პასუხს აგებს შეიძლება ვთქვათ დაშორებულია მაგრამ ნუ ვთქვათ იქ რაღაცები აქ ვალდებულებები ვთქვათ შვილები შეიძლება ყავდეს და ასე შემდეგ მაგრამ თქვენ უშუალოდ მისთვის ხარ ერთადერთი სიყვარული რო იცოდეთ რა აი ეგეთი რამე არის აქ თუ ეგრე არ არის თქვენი გაშლა არ იქნება შემდეგი რატომ მაშინ აი ზუსტად მასე რა მიზეზი აქვს რომ ასე იქცევა ნუ რაც გითხარით გოგო აი ვერც გარს გავიმეორებ რაც გითხარით მე თქვენ რომ ვერ აკეთებს იმას რაც უნდა ვერ აკეთებ მაგას აქ ძალიან დიდი იმედი რომ თქვენ იქნებით ერთად მაგას ძალიან მაგრამ ბევრი რაღაცა ისეთი მოხდა რომ უკვე მართლა თვითონ ძალიან კარგად ხდება რომ დააშავა რა მაგრამ აი იმიტომ არის ახლა ეს რა ქვია ეს ადამიანი ასე იმიტომ იქცევა რომ აი ძალიან რაღაცა გულნატკენია და იმიტომ რომ ხო თქვენი ხო აბა თქვენ ხო გეუბნებით ეს ადამიანი სულ თქვენზე ფიქრობთ თქვენ ზიღართ მის თავში რაღაცა რა აქ თუ სვამს ეს ადამიანი დაუშვით ვიღაცასთან ხო იცოდეთ რომ ეს სულ თქვენს მოლოდინში არის აი თუ დაუშვით თქვენ გაქვთ პაუზე სიტყვაზე ხო ეს სულ უყურებს როდის შეხვალ შენ ახლა იმაში რა ქვია ინტერნეტში ან რამე ხო არ დაგიდია ან რამე ხო არ თუნდაც ახლა აი სულ გამოჩინოს თუ თქვენ მიმოწერაც არა გაქვთ აი სულ რამე ხო არ დაწერა რამე ხო არ დადო აი სულ ეგეთი რაღაცა თემები არის აქ რა იმიტომ რომ ეს ადამიანი აი გეუბნები აქ 24/7 არის აი თქვენს თქვენზე ფიქრებში მიხვდეთ ხო და რატომ ასე იქცევა ნამდვილი ის მომენტი იმიტომ რომ მაგას აქ ძალიან აი რა კარტი არ ავიღე გეუბნები ეს შეიძლება და ეს ადამიანი ფიქრობს რომ ჯადო ხო არ გამიკეთა ნუ ჩვენ იცით ხო ამ ჩემ არხზე ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ უბრალოდ ეხლა ეს ადამიანი და ფიქრობს იმიტომ რომ ნუ კაცისთვის ეს არის არაჩვეულებრივი თუ არა უჩვეული ხო თუ რა გადამეხმაროთ რომ ნუ მიჩვეული არ არის იმაზე რომ აი ასე რომ იფიქროს გამიგეთ ეხლა სულ ქალზე რა უბედურება რა შეიძლება ეგეთი რამე რომ სულ ვიფიქრო ამ ქალზე რა არის ეხლა ხო ნახოთ ეხლა მაშინ მისის შიშები ამ ურთიერთობაში რა აჩერებს და რა ნუ აი შიში ადამიანის სიყვარულის ეშინია
აქ ეშინია კიდე როგორ იცით, იმიტომ მათ ჩვენ აქ თავისი თავი ხმალების მეფატე, მაგას ეშინია რომ მთლიანად არ იყოს დამოკიდებული ამ ურთიერთობაზე. ნახეთ, სიყვარული ისეთი რამეა, რომ შეიძლება ადამიანს ისეთ რაღაცებს გააკეთებინოს, რომ აი მართლა რომ აი შეიძლება даже თქვა რომ ეს რა უბედურება რა. რომ მე უკვე ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას, მე უკვე ვერ ხვდები მე რას ვაკეთებ, მე უკვე ჩემი თავი დავკარგე, თავის დაკარგვეს ეშინია მაგას ძალიან, რომ ანუ იმიტომ რომ აქ ისეთი ნაკადი სიყვარული არის, რომ ნამდვილად ეხლა ზუსტად ეს არის მისი ყველაზე დიდი შიში არის აი რომ მთლიანად მთლიანად არ გადავარდეს ამ სიყვარულში. კი, ეშინია თავის დაკარგვეს ეშინია. ეშინია კი, აი ერთი და იგივე კარტი ხან კი ერთი და იგივე დასწრეთ მუშაობ ხა. სუფის დასწრე მიყვარს ძალიან და მაგრამ აი ზუსტად ამისი ეშინია, რომ ისე რა ქვია, აი სულ მართლა ჭკუ არ დავკარგო რა. ნუ აი კაცები რა თავისი იმას კონტროლის ეშინია რა, საერთოდ კონტროლს დავკარგავ პირველ რიგში ჩემს თავზე დავკარგავ კონტროლს, მიხვდეთ? ამიტომ აქ ეგო მუშაობს ძალიან მაგრად. სული ეუბნება ერთს, სული ეუბნება წადე მასთან, წადე იყავი, გაიხარე და რაღაცა მომენტები რაც აჩერებს. შეიძლება ზოგისთვის გოგოებო აქ კიდე როგორი თემა არის. აი თქვათ ეხლა ქონდა მაგას რაღაცა ისტორიები, როცა მართლა ძალიან გადავარდა სიყვარულში და მე არაფერი არ გამოვიდა მისთვის კარგია. ამიტომ შეიძლება მაგიტომაც ზოგისთვის ეგეთი ინფორმაცია არის, რომ ეშინია ამ ადამიანს, რომ ისე რა ქვია, თუ დაუშვო თქვენი ადამიანი რამეს იკეთებს, იცოდეთ ვთქვათ, რომ თუ იცით თქვენ ნამდვილად, ხო? შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რაც მას აჩერებს და ვერ გამოდის თქვათ ეხლა იმიტომ რომ შეიძლება თუ დაუშვო თქვენ დაკარგა მაგ ადამიანმა რა. მაგიტომ ვერ გამოდის რომ თქვენგან ელოდება პირველ ნაბიჯს, მაგრამ ჩვენ ვიცით ხო რომ პირველ ნაბიჯს ჩვენ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ როცა მაგაცი არის ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია არის იმისათვის, რომ მან შეცვალოს მიდგომა და შეცვალოს ურთიერთობის თქვათ ეხლა გაიაზროს სხვანაირად, ნუ ეს სჭირდება ეს პაუზა, ამიტომ ჩვენ ეხლა აქ არ ვეხმარებით იმით, რომ მოდი მოვიკითხო. არავითარ შემთხვევაში ეგ სისულელებს არ ვაკეთებ ჩვენ, ხო? ნახოთ ეხლა შემდეგი, ესე იგი, კითხვა ჩვენ გვაქვს თუ არა მაგას ეხლა სერიოზული რამე, თქვათ ეხლა განზრახვები და ხედავს თუ არა მომავალს შენთან. აბა თუ გამოიცნობთ. კი ბატონო, ორიანი თასების. აქაც გვაჩვენა, მაგრამ მე თუ აი თუ რამეს მოვიფიქრებ, მხოლოდ მასთან, აქაც ეგეთ ისე რა ქვია, ორიანი თასების, აქ მაგას საერთოდ თანახად აქ უკვე მოხუცი წყვილი ზის და ანუ ნამდვილად ეხლა მაგ ადამიანს უნდა თქვენთან მომავალი და უნდა ნამდვილად რო თქვათ აქ თან ეს ურთიერთობა, ნუ ძალიან ხანძლივი რო იყოს, ესეც მაგას რა თქმა უნდა თქვენთან, ხო? ნახოთ ეხლა ჩვენ მაშინ ანუ რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან, როგორ განვითარდება მისი ქმედება, ნახოთ. მისი ქმედება ჯერჯერობით რა მოგახსენოთ. აქ არის როგორი თემა იცით, ეხლა ჯერ თუნდაც არ იცის რა გააკეთოს ამ ადამიანმა. არ იცის, რატომ არ იცი? აქ უმრავლესობისთვის როგორი პასუხი იქნება, იცით, მაგრამ არ იცის თვითონ თქვენნაირი ასეთ წარმატებულ, ასეთ მშვენიერ ქალს უნდა თუ არა მას გინდა თუ არა თქვენ მასთან ურთიერთობის გაგრძელება, უნდა თუ არა თქვენ მასთან იყოთ ამ სერიოზულ ურთიერთობაში. პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი. აქ არის თასების კერა. ეს რა ქვია პენტაკლების ტუზი. ანუ არ ვიცი და ორიანი ხმალების, ნუ ეს ვისაც გესმით, გეუბნებით თქვენ. არის ესეთი მომენტი, რომ მე არ ვიცი რა გავაკეთო, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვიცი, უნდა თუ არა ამ ქალს ჩემთან ცხოვრების გაგრძელება, ნუ ურთიერთობის გაგრძელება. მე არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ჩხუბი ქონდა თქვენ რაღაცა და ნუ ან გაუგებრობა ქონდა და ამიტომ ამის მერე
მე ვჭირდები მაგას როგორც და სტაბილური მამაკაცი, იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი არის თვითონ არასტაბილური, არის თვითონ როგორ იცით ხან ახლა ანუ როცა არ იცი რას უნდა ელოდო ადამიანისგან, გამიგეთ? შეიძლება არის ეგეთი სპონტანური ტიპი რა. ხო და ამიტომ თქვენ გჭირდებათ ეგეთი არასტაბილური ადამიანი. თქვენ გინდა თქვენ ხედავთ მის თავს თქვენს მომავალში როგორც სტაბილურ მამაკაცს არ იცის ამ ადამიანმა, იმიტომ რომ აქ ახლა ეს ყობა კი. არა, აქ მომავალი უნდა თქვენთან თან ძალიან, იმიტომ რომ აქ ნამდვილად აქ ძალიან დიდი სამუშაო მიდის ამ ადამიანზე. აქ ძალიან ბევრი რაღაცები შეიცვალა მასში, აქ ბევრ რაღაცებზე ფიქრობდა, აქ ადამიანი ახლა ხვდება რომ რაღაცა ჩემში ინგრევა, რაღაცა ჩემში იცვლება, რაღაცა რაც უფრო ეს ადამიანი შეიძლება ზის და თავის, აი თქვათ, სამუშაო პროცესი აქვს, ხო? იმ სამუშაო პროცესში ძალიან ბევრს ფიქრობს, სულ მის თავში ტრიალებს რაღაცა ფიქრები სულ და რაც უფრო მეც ფიქრობს, უფრო მეტად ხვდება რომ უნდა შევცვალო რაღაცა, უნდა ანუ სხვანაირად უკვე უნდა რაღაცა გავაკეთო, მიხვდეთ? კი და სხვათა შორის ახლა უნდა რაღაცა უნდა სერიოზული. ეს იზავს გამოვა ამ ტრანსფორმაციიდან, მათ ჩვენებენ ძალიან კარგადაც გამოვა და ძალიან გამარჯვებულადაც გამოვა შემიძლია გითხრათ. ნახოთ ახლა თქვენ ახლა რჩება თქვენთან როგორ სწორედ უნდა იმოქმედო თქვენ და თქვენთვის რა არის ეს რა ქვია. კი, როგორ სწორედ აქ ამბობენ რას, ეს როგორც აი ყოველთვის ეს პასუხი არის, როცა ადამიანი არის ტრანსფორმაციაში, თქვენ უნდა იმუშაოთ, თქვენი საქმეებით უნდა დაკავდეთ, აკეთებდეთ იმას, რაც თქვენ მოგწონს, რაც თქვენ გჭირდება, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გეუბნებიან, რომ ეძებ აქ ნურაფერს, მიდი ახლა ნელ-ნელა გააქვს შენ იმისი რესურსი, რომ შენ შეგიძლია დაელოდე კიდევაც, ანუ დაელოდე მე არ გულისხმობ, რომ დაჯდე ფანჯარასთან დაიტირო, ან თავი კედელს ურახოვნო, მაგას არ გეუბნები. აქ არის, ანუ როგორ სწორედ უნდა იმოქმედო, უნდა აკეთო ის, რაც შენ გსურს, რაც შენ გინდა, თუ შენ გინდა, რომ ეს ადამიანი მალე გამოაჩინოს თავი, მალე მოვიდეს შენთან, ესე იგი შენ დაიმახსოვრეთ ერთი რამე, რომ არ მოვა ადამიანი თქვენთან იმ ენერგიებში, როცა თქვენ ზიხართ მუგლოვიარე პოზიციაში, როცა თქვენ ზიხართ და ტირი ხართ, როცა თქვენ ზიხართ და ამას წყევლეთ, როცა თქვენ ზიხართ და თქვათ ახლა არ მოვა ეგეთი ენერგიებზე არ მოვა ადამიანი მოვა მაშინ როცა თქვენ თვითონ ექნებით რესურსში. ეს არის ძალიან ისეთი მაგარი თემა. აი ხო გეუბნები აქაც რა. ყველაფერი კარგად დასრულდება, თუ თქვენ თვითონ გადაერთობეთ და არ იფიქრეთ. მან რო დაინახავს, რომ თქვენ მართლა კარგად ხართ, რესურსში ხართ, ახლა რა თქმა უნდა, ყველა კაცს უნდა, აი ხა თქვენი თავი აი ხა თქვენ გიდათ ესეთი მომგლოვიარე კაცი, რომელიც ზის და სულ ტირის და სულ წუწუნებს და ცუდად არის და რაღაცა არ გინდათ, ხო? შეიძლება თქვათ, რომ გაიგოთ, რომ თქვენი გულისთვის თავსი კლავს, შეგეცოდებათ, ხო? მაგრამ კაციც ეგრე რა, რო ხედავს, რომ ხალი არის რესურსი, ხალი არის საქმედ დაკავებული, ეს ხალი არ ზის და მარტო იმ დროს არ ხარჯავს იმისათვის, რომ როდეს მე დავბრუნდები და რაღაცა ენერგია რომ მოვაკლდება უკვე თქვენი და რაღაცა აქ ადამიანის დაბრუნდება სიამოვნებით. ეს ასე მუშაობს ჩემო სიხარულებო, აქ მე ვხედავ, რომ აუცილებლად იქნება ყველაფერი პროცესი მიეცით დრო მას რომ გაიაროს ტრანსფორმაციაში ეს ადამიანი. მიეცით დრო, აჩქარებ და ყველაფერი მშვენივრად კარგად დასრულდება ამ ისტორიაში გეუბნებით, რომ მე ვხედავ, რომ კი, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თქვენს უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე, ჩემო სიხარულებო და კაი ენერგიებში უნდა იყოთ პირველ რიგში თქვენ.